მოგესალმებით, შემოძვირფასება და კარგება საღამოშტობის. დღევანდელი გაშლის თემა იქნება მისი მომდევნო, ესე იგი მისი ნაბიჯები მომდევნო 14 დღეში, რა მოხდება რეალურად. ჩაიფრეთ თქვენი თავი, თქვენი პიროვნება, წარმოთქვით მისი სახელი და გვარი გონებაში, თქვენი სახელი და გვარი გონებაში და დავიწყოთ გაშლა, ვნახოთ მისი ნაბიჯები მომდევნო 14 დღეში, რა მოხდება რეალურად. ვნახოთ 14 დღის პროგნოზი, 2 კვირის პროგნოზი და მისი ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში. მოიწვიეთ ჩემი ვიდეო, გამოიწვიეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ჩემი შემდეგი გაშლები, რასაც მე ავტვირთავ ჩემს ისისის ტაროტს გვერდზე. ისისის მთვარის ტაროს გვერდზე. მოდი ვნახოთ აბა მისი მომდევნო ნაბიჯები. ეს დავაყოთ. რეალურად ჩვენი ფორად ყოფი ეს თქვა სამყაროს ბარათი, ისედაც გვაძლევს უკვე მნიშვნელოვან მინიშნებას, რეალურად იწყება ციკლის დასრულების და ახალი ფაზის გახსნის პერიოდი. თითქოს რაღაც, რაც აქამდე ჩაკეტილი იყო, ამ 14 დღეში საბოლოოდ მოვა ბუნებრივ და მივა უბრალოდ ბუნებრივ დასასრულამდე და გზა გაეხსნება, ასე თქვა, ახალ ნაბიჯებს, ახალ დამოკიდებულებას და უფრო ასე თქვათ, მომწიფებულ ეტაპს თქვენს ურთიერთობაში. ახლა გადავიდეთ თავად ბარათებზე და მოდით ვნახოთ, რა ხდება რეალურად. ხო, პირველი არის შეყვარებულების ბარათი. ეს არის გადაწყვეტილება, არჩევანი, გულით მიღებული ნაბიჯი, ხო? მომდევნო დღეებში ეს ადამიანი დადგება ძალიან სერიოზული არჩევნის წინაშე. მის გულში არსებულმა ემოციებმა უკვე მიაღწიეს პიკს და მას მოუწევს განსაზღვროს, რა პოზიციით გამოვიდეს თქვენთან მიმართებაში, თქვენს მიმართ. ეს ბარათი უკვე გვეუბნება რას, ხო? გრძნობები რეალურია და არჩევანი აქ არის გარდაუვალი. პიროვნება აცნობიერებს, რომ უნდა დაალაგოს სიტუაცია, გადამწყვეტი სიტყვა თქვას და ნაბიჯი გადადგას, სხვანაირად ვერ განვითარდება ეს ურთიერთობა, ხვდებით, ხო? შემდეგი ბარათი არის ორიანი, ორიანი კიდე კვერთხების პაჟი. მეორე ბარათი არის კვერთხების პაჟი, არის პირველი ნაბიჯი, ხო, ინიციატივა, მესიჯი, ხო? ამ ნაბიჯის ენერგია ახალგაზრდულია რეალურად, ხო, ცეცხლოვანი, მოტივირებული, ხო, რაღაცნაირად პიროვნება შესაძლებელია, როგორც ასეთი კვერთხების პაჟიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, დიდი ასაკის, მაგრამ თავს გრძნობდეს როგორც ასე ვთქვათ, მოზარდი, ხო, ამ ურთიერთობაში, რაღაცნაირად ენერგიული, რაღაც ისეთი მომწიფებული რო არ არის რა და უნდა რაღაცნაირად რო აი ესე ცეცხლოვანი იყოს ურთიერთობაში თქვენთან მიმართებაში. ეს ადამიანი შესაძლებელია დაგიკავშირდეთ, მოგწეროთ, მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია, ან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სიგნალი გამოგიგზავნოთ, ხო? ეს არის წერტილი, სადაც მოქმედება რეალურად დაიწყება ამ პიროვნების მხრიდან. არ არის ესე თქვა დიდი ჟესტი მისი მხრიდან, მაგრამ არის რეალური მცდელობა, ხო? მოდი რაღაც ვცადოთ, აი ესეთი მოტივაციით ხვდებით, ანუ მინდოდა გაგიგო რაღაცა თუ გეტყვით, მოგაწოდეთ ინფორმაციას, აი ისეთი ის ექნება ინტერპრეტაცია, მინდოდა რომ გაგეგო, ხო? სამართლიანობის ბარათი არის მესამე ბარათი და ეს ასიშავს, ეს არის დარეგულირება, დაბალანსება, სიმართლის თქმა, ხო? მესიჯის შემდეგ მას ექნება სურვილი, რომ რაღაცები ასე ვთქვათ, აი ესე ბრჭყალებში რო ავიღოთ, დახუროს, ხო? ანუ გამოასწოროს, ანუ განეიტრალოს გაუგებრობები, ანუ ურთიერთობაში იპოვოს სწორი, ასე ვთქვათ, ფორმულა თქვენთან მიმართებაში, ხო? ეს არის არკანი, რომელიც ყოველთვის მიგვიდითებს პასუხისმგებლობაზე. იგი გადაწყვეტს, რომ უნდა მოიქცეს სწორად შემოძვირფასებო და შესაძლოა საუბარი იყოს რასთან მიმართებაში, თუნდაც გულწრფელობაზე, გარკვეული საკითხების გაურკვეველი საკითხების გარკვევაზე, წარსული ქცევების გამართლებაზე, ან ესე ვთქვათ, ალალ დიალოგზე, ხო? ეს არის მომენტი, როდესაც ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე გახდება თქვენ ორ შორის. მეორე ხაზზე ორი ბარათი არის და პირველი არის მაგი. მაგი არის ზოგადად აქტიური მოქმედება, მონდომება, აქვე შედის
რა ვიცი არ ვიცი მე ვინახარ დაკავებული აქ მანიფესტაციებით, მაგრამ რატო ხედავ მაინც და მაინც რაღაცა ამბოლდე ისეთი აქტუალურია ჩემს გაშლებში, რომ ამოდის მანიფესტაციები, არ ვიცი იმედი მაქვს რომ მანიფესტაციებში ადამიანებს არ იხმობთ კონკრეტულად და უბრალოდ თქვენს ბედნიერებას იხმობთ ხოლმე თქვენკენ და არა ვიღაც პიროვნებას არ შეიძლება ხალხო. ნუ კარგით, მოდი დავწოთ სამართლებების შემდეგ ესე ვთქვათ ძალა გადის მაგის ხელში, ანუ მის ხელში. რეალურად პიროვნება მაგის არკანითაა წარმოადგენილი. ხო ეს ბარათი მიგვანიშნებს რომ აქ ადამიანი გააკეთებს თქვენთან მიმართებაში კონკრეტულ ნაბიჯებს. ანუ გამოიყენებს ყველა თავის შესაძლებლობას, რათა მოახდინოს სიტუაციის დაფიქსირება სასურველი მიმართულებით, რაც როგორც მას სურს. ხვდებით, ანუ ეს არის ძალა, მონდომება, სტრატეგია, შემოქმედებითი მიდგომა ურთიერთობასთან მიმართებაში, რომ სწორად გამოდგეს ნაბიჯი, როგორც მას უნდა ისე რომ განვითარდეს შემდეგ სცენარი თქვენი ურთიერთობის, ხო? მოკლედ, ესე ვთქვათ, იგი იწყებს სიტუაციის მართვას, როგორც მას აწყობს ისე, მაგრამ თავარია რომ იწყებს, ხო? ეს არის თავარი აქ. ცხრენი კვერთხები რეალურად ეს არის თავდაცვის პოზიცია, ეს არის შიშები, ეს არის სიფრთხილე, ხო? ესე იგი, რეალურად დიდი თავდაჯერების შემდეგ ჩნდება მცირე შინაგანი დაბრკოლება, ხო? მაგის თავდაჯერების, აი მაგის არკანის თავდაჯერების შემდეგ, ანუ ისეთი თავდაჯერებული როა, ხო? შემდეგ გაჩნდება, ესე ვთქვათ, მცირე შინაგანი დაბრკოლება. ანუ პიროვნება ისე დაიხევს უკან, ანუ ნაბიჯებს უკან გადადგამს, დაეჭვდება რაღაცნაირად, მოერიდება ზედმეტ რისკებს, ხო ხვდებით, ნაბიჯებთან მიმართებაში, რომელიც უნდა გადმოდგას და ეს არ არის, ესე ვთქვათ, უკან დახევა, რომ ეს არის რაღაცნაირად, რომ აი всё აღარ ვიმოქმედებ და მორჩა, არა. ეს უბრალოდ არის გაფრთხილება, საკუთარ თავს მოუფრთხილდება, რომ არ იჩქაროს და ზედმეტად არ აი იმპულსური ნაბიჯები არ გადმოდგას, რომ შემდეგ არ ინანოს, ხვდებით, აი ეს ყველაფერი, ანუ უნდა რომ წონასწორებულად, რეალურად მოვიდეს, სწორი ნაბიჯები გადმოდგას და მოერიდება იმპულსურობას, იმიტომ რომ მაგის შემდეგ შეუძლებელია, რომ იმპულსური ის არ იყოს, რა ქვია, ნაბიჯი და აქედან გამომდინარე, აი ამ ენერგიის შემდეგ შეესწება, რომ და რაღაც იგრძნობს ამ ენერგიას, რომ ძალიან მოზღობებული აქვს და შეესწება, რომ გაანეიტრალოს, დააბალანსოს და აქედან გამომდინარე, შეიძლება უკან დაიხიოს და არ გადმოდგას ნაბიჯი. ეს პერიოდი შეიძლება გამოიხატოს რითი, ხო, მცირე გაჩერებით, ტემპის ვარდნით, ემოციური ჩაკეტვით, მაგრამ ეს იქნება დროებითი შემოძვირფასება და საბოლოო ჯამში 7-იანი პენტაკლები არის ბარათი, რომელიც გვეუბნება მოთმინებაზე, შედეგის დალოდებაზე, პროგრესის, ესე ვთქვათ, ნელ განვითარებაზე, თუმცა განვითარებაზე. ხო, ბოლო არკანი აშკარად გვიჩვენებს, რომ მისი ნაბიჯები დასაწყისში აქტიური იქნება, მაგრამ საბოლოო პროცესში ჩადგება როგორი ვარიანტი, ისე ელოდე დაელოდე, ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია, აი თავის ეტყვის ასეთ რამეს. ეს არ ნიშნავს, ესე ვთქვათ, დანებებას, ხო, საერთო ჯამში, რომ დაანებებს თავს ნაბიჯების გადმოდგის, ესე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ნაბიჯების გადმოდგმისგან, ასე ვთქვათ, სრულად თავს არ შეიკავებს, უბრალოდ ცოტა ხანი გაჩერდება. ანუ მოდით ესე ვთქვათ, ხო, დააკვირდება რაღაცებს, შეაფასებს სიტუაციას შორიდან და შემდეგ უკვე ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, დროში გადაიწელება, ზოგადად პენტაკლები და 7-იანი პენტაკლი ზოგადად დროში გადაწელვის დროის გაჭიანურების ბარათია და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩამოყალიბდება თუ როგორ და რანაირად უნდა გადმოდგას ნაბიჯი, შემდეგ გადმოდგავს უკვე. ოღონდ ეს მოხდება ცოტა მოგვიანებით, ხო? ეს ეტაპი, 7-იანი პენტაკლების ეტაპი იქნება ის ეტაპი, სადაც ურთიერთობა ნელა, მაგრამ სტაბილურად განვითარდება, ის არ გაჩერდება, უბრალოდ გაუფრთხილდება საკუთარ თავზე თქვენს, რომ რაღაცნაირად იმპულსური ნაბიჯები არ იყოს თქვენთან მიმართებაში და ქმედებები. მოვლენები, ასე ვთქვათ, ზრდის ტემპით წავა და არა აფეთქებებით. ხვდებით, ეს არის ყველაზე კარგი რაც ამ გაშლაში, რომ აქ ვერ ხედავ მე იმპულსურ ქცევებს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ამიტომ ყველაფერს მოყვება ყოველთვის ძალიან დიდი დაძაბულობა. ანუ რა მოხდება რეალურად მომდევნო 14 დღეში, ხო, ადამიანი განაწყვეტილებამდე მივა, აუცილებლად დაგიკავშირდება ან ინიციატივას გამოავლენს თქვენთან მიმართებაში, მოხდება რაღაცის დალაგება, ანუ ასე ვთქვათ, გარჩევა მშვიდობიანად და ან სამართლიანობის, ესე ვთქვათ, სიმართლის მომენტი დადგება, მოდი ასე ვთქვათ, ამ ბარათიდან გამომდინარე თქვენს ურთიერთობაში. ამ ნაბიჯების შემდეგ ისევ გამოჩნდება მისი სურვილი, რომ სიტუაცია თავად მართოს, ანუ უნდა, ადამიანს უყვარს დომინანტობა ურთიერთობაში და მოინდომის სიტუაციის საკუთარ ხელში აღებას. მცირე შიში დაეუფლება ამის შემდეგ და სიფრთხილით მოეკიდება შემდეგ თავის ქცევებს და ნაბიჯებს ხსრენი კვერთხებიდან გამომდინარე და ბოლოს პროცესი ნელ სტაბილურ განვითარებაში გადაიყვანს 7-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე. რეალურად
ის არ გაქრება, არ გაწყვეტს, არ ესე ვთქვათ, არ დაიხევს უკან სრულიად, არამედ უბრალოდ დაიწყებს ნაბიჯებს გადადგმას, ესე ვთქვათ, აუღელვებელ, ნელ და სტაბილურ ტემპში, ხვდებით, საერთო ჯამში. ანუ ენერგია სამყარო, ხო, ეს 14 დღე იქნება თქვენ ურთიერთობაში გარდამტეხი ეტაპი, როგორც ასეთი, ხო? აი სამყაროს ენერგიას ხსნი ახლა. ესე იგი, ველი იხსნება, ჩაკეტილი ციკლი იხურება და ურთიერთობა შედის ახალ მომწიფებულ ფაზაში, ანუ გზა იხსნება და ეს ყველაფერი მისი ნაბიჯებით იძრება. მოკლედ, აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო დღევანდელი გაშლა და იმის ახსნა თუ რა ნაბიჯები იქნება მისიდან მოსალოდნელ მომდევნო 14 დღეში და რა ვიცი, აბა წარმატებას გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და ჩამოკარგებო ყველაფერი იქნება კარგად ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ სხვანაირად არ გვაწყობს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად იყავით.